რესპუბლიკელი კონგრესმენი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი ივანიშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოცნებამ საქართველოს ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა. ამის შესახებ უილსონმა ჰელსინკის კომისიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ქვეყანა ჩინური ვალის ხაფანგში შეიყვანა. ტაქტიკა, რომელსაც თითოეული დიქტატურა იყენებს, სულ უფრო მსგავსი და დახვეწილი ხდება და მას შემაშფოთებლად ხელს უწყობს ტექნოლოგიები და ინოვაციები. ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ქართული ოცნების დიქტატურამ თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში ჩასვა, რათა ებრძოლონ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფლება და კეთილდღეობა და არა ჩინური ვალის ხაფანგის დიპლომატია ან რუსული ოლიგარქია. რუსეთი დიდი ხანია განიხილება, როგორც ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყარო. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება 2024 წლის გაყალბებული არჩევნების გზით ხელში ჩაიგდო, სწორედ ჩინეთი უზრუნველყოფს სათვალთვალო ტექნოლოგიების დიდ ნაწილს, პროპაგანდისტულ არხებსა და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მმართველობის გასაძლიერებლად და აღსასრულებლად. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას და შუა დერეფანს, რათა დაიცვას და მოახდინოს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია. ქართულმა ოცნებამ არსებითად საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და საკუთარი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს. ჰელსინკის კომისიაში მოსმენა სახელწოდებით რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე 4 მარტს გაიმართა.